კიდევ ერთხელ მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას, გადაცემის სტუდია ნომერი 8 შემოგერთდეთ პირდაპირ ეთერში, რომელსაც პარასკევობით მე ჟურნალისტი ლიზა კვესელოვა ვუწყობ. ჩვენ გადაცემაში გვსტუმრობს ჟურნალისტი ირაკლი შვენია, მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი ალბათ რა თემაც მთელი კვირის განმავლობაში ყველასთვის ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აწუხებს, რომელსაც არ შეეხო და რომელთანაც არ გაიარა აი ამ საკითხმა, ხო? ქართული ოცნება მილიონზე მეტ ემიგრანტს ეუბნება, რომ საარჩევნო უფლება უნდა შეუზღუდოს და თუ კი არჩევნებში ამ ადამიანებს მონაწილეობის მიღება უნდათ, კეთილი უნდა ინებონ და საქართველოში ჩამოვიდნენ. Როგორია თქვენი სამოქალაქო პასუხი ქართული ოცნების წინააღმდეგ აი ამ მათ რიტორიკაზე, მათ არგუმენტებზე და დამოკიდებულება ზოგადად თქვენ ბევრი გინახავთ, ჟურნალისტი ხართ, მთელი ცხოვრება და ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ. Როგორი შეფასება უნდა გქონდეს ზოგადად ადამიანებს აი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე და იმ დამოკიდებულებაზე, რომელსაც იჩენენ საკუთარი მოქალაქეების მისამართით. მივესალმები თქვენს მაყურებელს, მივესალმები ასევე ემიგრანტებს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რამდენი მაყურებელი ყავდა ობიექტივს ხოლმე ემიგრაციიდან და წინა წლებშიც როგორ აქტიურობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რამხელა მხარდაჭერა იყო მათგან და ისინი ჩვენი ყველაზე განუყოფელი ნაწილი არიან, მეტიც. აი ჩვენ როდესაც ვიცავდით მაშინ პოლიტპატიმრის უფლებებს, პატიმრების უფლებებს ზოგადად, რაც მაშინ წინა რეჟიმის დროს ხდებოდა პენიტენციალურ სისტემაში, საჯელახსრულები დაწესებულებებში ძალიან ბევრი ემიგრანტი იყო მაშინ ჩვენი მხარდამჭერი. თითქოს ობიექტივმა შეაკავშირა მაშინ ჩვენმა მაშინდელმა ტელევიზიამ აი ეს გეოგრაფიული დაშორება ერთმანეთის და ისინი როგორც ჩვენი ოჯახის წევრები ისე იყვნენ სუყველანი და დღეს გაოგნებული ვარ აი ამ ყველაფერზე, როდესაც აი ეს სულ აპარაკე იმ 9 წელიწადზე, გასულ წელიწადზე იმდენად უკვე რომ მოსაბეზრებელიც გახდა იმ ხრივ, რომ თითქოს ეს 12 წელიწადი სულ აღმშენებლობაა ქვეყანაში და მარტო ის 9 წელიწადი არის შავბნელი. ამ დროს შემზარავი რამეები მოხდა. გარდა იმისა, რომ სფერო არ დაჩა, რაზეც მე მანამდე წინა გადაცემაში ვსაუბრობდი, რომ ჩავარდნილი კი არა, განადგურებული არ ქონდეს დღევანდელ ხელისუფლებას და ამატეს, ესე იგი მე მგონია, რომ საერთოდ ყოველი დღე მათი იმით იწყება, რომ რა ეგრეთ წოდებული რა კანონი შემოიღონ ისეთი, რომ ადამიანი შეზღუდონ და ადამიანი დაჩაგრონ. ამით იწყება მათი საქმიანობა, ეგრეთ წოდებული სამსახურებრივი საქმიანობა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არათუ ემიგრაცია, საქართველოს უმრავლესობა მოსახლეობის მათი მხარდამჭერი არ არის. თავარი ეს არის და მათ ასე ვთქვა თავი დაიზღვიეს, მათ გონიათ ამით, რომ მაშინ ბოლო არჩევნებზე და იმის წინა არჩევნებზე ძალიან ცოტა პროცენტი მიიღეს ემიგრაციისაგან. ამიტომაც მათ გადაწყვიტეს ალბათ, რომ გარდა იმისა, რომ თავი დაიზღვიეს, ასე ვთქვა შური ეძიებინათ საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ და ეს არის საშინელი ცინიზმი ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული პარლამენტარისაგან, რომ აი აქცით ჩამოვიდნენ და აქ მიიღონ მონაწილეობა, როგორ შეიძლება ან როგორ უნდა ჩამოვიდეს მილიონზე მეტი ემიგრანტი, ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც იქ დალხენისთვის არ არიან წასულები და კარგი ცხოვრებისთვის არ არიან წასულები, ისინი იქ არიან იმისგან, რომ აქ ვერ ნახეს ნორმალური ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც სწორედ ერთ-ერთი მაგათი ქართული ოცნების მთავარი დევიზი იყო, რომ გამოასწორებდნენ საქართველოში სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რომ საქართველოს ფეხზე დააყენებენ და პირიქით მოხდა. ესეც ერთ-ერთი სიცრუე იყო, მაგათი როგორც ივანიშვილის 100 ქარხანა, რომელიც უკვე სასაცილოდ ჟღერს და ანეკდოტად ჟღერს უკვე ეს ყველაფერი. ani იაფი კომუნალურები, რომელიც ასევე ქართული და აქედან გამომდინარე, ამიტომ წავიდა ჩვენი მოსახლეობა ეს 12 წელი, 12 დღე ხომ არ არის რა, ასეთი გაჭირვება არის ქვეყანაში. წავიდა რომ ოჯახები არ დაეღუპოთ და ისინი საკუთარი ოჯახის წევრების დაგრძალვებზე და სამძიმრებზე ვერ ჩამოდიან, როგორ უნდა ჩამოვიდნენ არჩევნებზე. ეს არის ასე ვთქვათ თავის დაზღვევა. გონიათ რომ ამით თავს გადაირჩენენ, რაც გულუბრყვილობა ამავე დროს, იმიტომ რომ არჩევნებს ხო თავისი კრიტერიუმები აქვს არა? რისთვის არის რომ სოფლიომ ვეარჩნო და არალეგიტიმურად გამოაცხადა დღევანდელი პარლამენტი, იმიტომ რომ მთელი რიგი დარღვევები იყო ის, რომელიც არ ჯდება დემოკრატიულ ფორმებში არანაირად და ამას დაუმატებ კიდე ეხლა და 1,5 მილიონ ემიგრანტს ჩამოაჭრი და ხმის უფლებას წაართმევ. გონიათ რომ მე შემდეგ არჩევნები რიგარეშე
იქნება და იმედი მაქვს, რომ რიგარეშე ჩატარდება აუცილებლად ეს გარდუალი პროცესია, არავინ არ ცნობს თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს ახასიათებთ. ფიქრობ, რომ ემიგრანტებმა რა თქმა უნდა კიდევ უფრო ხმამაღალი პროტესტი უნდა გამოთქვან ამაზე და საქართველოში ისედაც ყოველდღიურად ხდება პროტესტის ის ფორმა და ის მშვიდობიანი პროტესტის ის ფორმა, რომელიც ჯერ მე მგონი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ 300 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ხდება უმძიმესი რეპრესიები, განსაკუთრებით თბილისში და მაინც არ წყდება საპროტესტო აქციები. აი, ეს თემა რომ დავხუროთ, მე მინდა რომ ბოლომდე ამოვუწუროთ და კარგად ვუთხრათ ჩვენ საზოგადოებას, ემიგრანტებს აქვთ თუ არა პირველ რიგში იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნების წინა დღეს გადმოფრინდნენ საქართველოში და ავიაბილეთები შეიძინონ, მისცენ ხმა და შემდეგ უკან გადაფრინდნენ. Შის შემთხვევაში ემიგრანტებს არ აქვთ საბუთი და უკანონოდ იმყოფებიან, არალეგალად მუშაობენ საზღვარგარეთ. შემდეგ არ ვიცი, აი წარმოუდგენელი რამე არის, წარმოუდგენელი წინადადებაა ეს სახელმწიფოს მხრიდან, რაში ხედავს პრობლემას ქართული ოცნება, რომ მხოლოდ აიხსნება თუ არა იმით, რომ მათ უბრალოდ ემიგრაცია მხარს არ უჭერს და არ არის ქართული ოცნების მხარდამჭერი და იმით ასევე შეგვიძლია ავხსნათ, რომ ვერ ყალბდება ემიგრანტების ხმები, იმიტომ რომ ეს ჩვენ ვხედავთ საქართველოში როგორ ხდება ძალიან მარტივად, იგივე მოსყიდვა იქნება, დაშინება იქნება, შეთავაზება, დაპირება იქნება და ემიგრაციაში წასული ადამიანები, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც უბრალოდ ვერ შეპირდები და პროპაგანდა მიდის ქართული ოცნების მხრიდან, რომ პირიქით ეს ადამიანები რაღაცნაირად ვაკუუმში არიან, მათ არ იციან რეალურად საქართველოში რა ხდება და ალბათ პირიქით ამ ადამიანებმა იციან, რას გაექცნენ აქედან და თუ ვინმე სწორ არჩევანს აკეთებს ალბათ და დამოუკიდებელს მხოლოდ ეს ადამიანები რაღაცნაირად გარანტირებულად სწორ არჩევანს აკეთებენ ალბათ. მე განსაკუთრებულად მტკივა ეს თემა, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრებიც არიან ემიგრაციაში, ამე არ ვიცი საქართველოში ოჯახი, რომელსაც ემიგრანტი ან მშობელი არ ყავს, ან ოჯახის წევრი, ან მეგობარი, ან მეზობელი არ ყავს და ყველა ადამიანს ალბათ თანაბრად აწუხებს ეს საკითხი. თქვენ ძალიან ხშირად ყველა აი ასეთ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გაქვთ ხოლმე თქვენი შეფასებები და ამიტომ მე სხვადასხვა იმ მნიშვნელოვან საკითხებს მინდა შევეხო, რომელიც ბოლო დროს პრობლემური გახდა და ბოლო დროს განსაკუთრებულად აწუხებს და ტკივა ჩვენ საზოგადოებას. როდესაც ვხედავთ უკიდურესი პოლარიზაცია, როდესაც ვხედავთ უკიდურეს ჩიხშია პოლიტიკური პროცესების შესული და მიუხედავად პროტესტისა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უკვე 300 დღეზე მეტია ქუჩაში დგანან, რაღაცნაირად ხელისუფლება ცდილობს, რომ არაფრად ჩააგდოს ეს ადამიანები, მათი პროტესტი რაღაც თითოეულ თავებამდე დაითვალოს და აი ამ მონაცემებამდე დაიყვანოს და ასე შემდეგ. მე პირადად მივამჩნია სახელმწიფოსთვის თითოეული ადამიანის შეფასება და პროტესტის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ აი ამ პროცესების გაგრძელებას როგორ ელოდებით? ვთქვათ, ჩვენ გადაცემაში შემოსვლით საუბრობდით, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების კიდევ ერთი პაკეტი მზადდება და ასე შემდეგ. რა შეიძლება იყოს ის გარდამტეხი, რომელმაც აი მთლიანად აი ეს სურათი უნდა შეცვალოს საბოლოო ჯამში და რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს მართლაც აი ამ სურათიდან გამომდინარე. მოდით ემიგრანტების თემას ამოვწუროთ ბოლომდე და დაუბრუნდები. მთავარი პრობლემა რა თქმა უნდა ეს იყო ის, რაც ახლა თქვენ დასვით კითხვა, რომ მათ მომხრეები კოცებს, ასე ვთქვათ, და ობერკოცებს, როგორც ახლა ეძახიან თავიანთ ხალხი თავიანთი ქმედებების გამო, მათ მომხრეები და მხარდამჭერები აღარ ყავდათ. ეს არჩევნებმა დაადასტურეს საპარლამენტო არჩევნების დროს, რომ 80%-ზე მეტმა ემიგრანტმა მხარი დაუჭირა მაშინ გაერთიანებულ ოპოზიციას. ამის გამო დაფრთხნენ ისინი და ამის გამო გადაწყვიტეს, რომ შური ეძიებინათ კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი თავიანთ მოქალაქეებზე. თუმცა აი ამ წნეხში მოყვნენ ის ადამიანები, ის მცირე ნაწილი, ვინც ემიგრანტებიდან მხარს უჭერდა ქართულ ოცნებას. ასეთი ადამიანებიც იყვნენ, სოციალშიც აქტიურობდნენ მათ მხარდასაჭერად, მაგრამ ისინიც მოაყოლეს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მათთვის არაფერი არ არის, მათთვის არც მოქალაქე არსებობს, არც ადამიანის უფლებები არსებობს და საერთოდ არაფერი აღირებულებები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მთავარი ეგ არის რა, მაგრამ მე კიდევ ამბობ, რომ თუ
არცნო არჩევნები, რის გამოც ახლა ასეთი მასობრივი პროტესტია, ქვეყანა იზოლაციაშია მოქცეული, რად უნდათ ისეთი კანონი, როგორ უნდა ჩაატარონ შემდეგი არჩევნები. ამით რა თქმა უნდა არ შემოიფარგლებიან მხოლოდ რომ ემიგრანტებს აუკრძალეს ხმა, როგორც ხა მე გავეცანი, კანონ პროექტს არის ასევე გადაწყვეტილი, რომ აი ამ აქციებზე ვინც არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დაჯარიმებული, მათაც უნდა აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა. გამოდის რომ ვიღარ რჩება საერთოდ ამომრჩეველი საქართველოში ის ვინც პარლამენტში უზით, აი ის რაღაცა ჯგუფია თუ ხროვა არის, რომლებიც იქ არიან, ესენი არიან მხოლოდ ამომრჩევლები და ასე აპირებენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და გამოსწორებას იმის, რაც თქვენ მკითხეთ ეხლა, რომ როგორ უნდა გამოსწორდესო ეს ყველაფერიო, ხელისუფლების ინიციატივა უნდა იყოს ამ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ ჩვენ ხელისუფლება აღარ გვყავს. ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც მხოლოდ აი იმით არის დაკავებული, როგორ დააპატიმროს ადამიანი, როგორ ფეხქვეშ გათელოს მათი უფლებები, რა ხდება წინასწარი დაყავების იზოლატორებში. ყველა პროფესიის ადამიანი არის დაპატიმრებული და რაც მთავარია, პატიმარსაც ხომ აქვს თავისი უფლება. ყველანაირი უფლება აქვს იქ შელახული ადამიანს დღეს 21 საუკუნეში. ჩვენ დაუბრუნდით მართლა 24-27 წლებში. აი ახლა ბოლოს 2 დღის წინ 19 ნოემბერს იყო შემზარავი დარბევა, არ ვიცი რა ქუჩა, რომელიც მთაწმინდისკენ მიდის, სიბნელეში, სადაც არ არის ფაქტიურად განათებული ჯეროვნად ის გზა. და საერთოდ არსებობს თუ არა ტროტუარი, ეგეც არ ვიცი. იქ საერთოდ მოიმიზეზეს ეს, რომ ტროტუარზე უნდა გადავიდეს ერთ ვიწრო ჩიხზეა ლაპარაკი, ათასობით ადამიანი როგორ უნდა გადავიდეს. ამ დროს კანონით ხომ ზუსტად უწერიათ სამართალდამცავებს, რომ როდესაც ხალხმრავლობა, პირიქით ხელი უნდა შეუწყონ სამართალდამცავებმა, რომ არავინ არ დაზიანდეს, ან ჭყლეტვაში არ მოყვეს ადამიანი და როგორ თავად სამართალდამცავები გამოვიდნენ, ესე ვთქვათ, მონაწილეები და მიზეზი იმის, რომ ხალხმა ერთმანეთი გადაჭყლიდა, დაარბიეს და დღეს 15-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი არის დაპატიმრებული, მათ შორის არიან უნივერსიტეტის ლექტორია, ერთ-ერთი ქალბატონი დაპატიმრებული. რაზეა ლაპარაკი საერთოდ, რომელი კრიმინალები იქნახეს მაგათ? კრიმინალები თვითონ არიან, ფორმები ჩააცვეს კრიმინალებს. და როგორ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილი, თუ მოინდომებდნენ, გადაწყვეტავდნენ ამას და 2 დღეში შეიძლება ყველაფერი დაალაგონ, თუ მოინდომეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი და მისი ახლა ეს ხელქვეითებს აღარაფერი მოეკითხებათ, ჯიბრში ჩაუდგა ქართველ ხალხს და ქართველ ერს, რომ ყოველთვის ის უნდა გააკეთოს ეს ბოლო წელი, რაც ქართველი ერისთვის მიუღებელი არის. და იმის აპირისპიროს აკეთებს, ამიტომ არ ვიცი თუ მოინდომებს და თუ სურვილი ექნებოდა, რა თქმა უნდა ამას გამოასწორებდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ მხოლოდ ისწყვეტავს ყველაფერს დანარჩენი ესენი რუპორები და ისეთი ადამიანები არიან მის ქვემოთ მყოფების ეგრეთ წოდებული პრემიერიდან დაწყებული, რომ არანაირი ასე ვთქვათ ღირსება და არანაირი არ მოეკითხებათ მათ. რა ნაწილში ელოდებით მათგან რაღაც აი თუნდაც იმას რომ ადამიანელი არჩევნები ჩაინიშნოს, რამ შეიძლება აქამდე მიიყვანოს პროცესები, იმიტომ რომ ხედავთ რომ პროტესტი საერთოდ თითქოს მათ მხედველობაში არ არის. აი ეს ყოველ შემთხვევაში ასეთი სურათი იქნება, რომ არ აქცევენ ყურადღებას პროტესტი. იქნება თუ არა ერთ-ერთი ალბათ გადამწყვეტი აი ამ ნაწილში ის, რომ რაც მზადდება ევროკავშირის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ დასანქცირების მოდელზე მუშაობენ, როგორც ინფორმაცია გახდა ცნობილი და ეს იქნება თუ არა ერთადერთი ალბათ აი ამ ნაწილში, რაც ქართულ ოცნებას რაღაცნაირად უკან ნაბიჯს გადაათქვევინებს და შეიძლება ამ დათმობაზე წავიდეს. მე არ ამგონია რომ ერთადერთი იყოს და ამით შეჩერდეს მსოფლიო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მსოფლიო ყოველთვის ბოლოს მაინც ერთიანდება დიქტატორების წინააღმდეგ და მე არ ვიცი ეს რა მასშტაბის სანქცია შეიძლება იყოს, თუნდაც აი ეს რაც ორშაბათს უნდა გადაწყდეს ბრიტანეთის მიერ და რამდენად შეაჩერებს, შეიძლება პირიქით უფრო გაახელოს რეჟიმი ახალი რეპრესიებისაკენ, რომ გაბოროტდნენ და ისევ ქართულ ხალხზე, ისევ აქციის მონაწილეებზე გადაიტანონ ეს თავიანთი გაბოროტებული შურისძიება, მაგრამ მე ერთს ვიტყვი, რომ მე ასე არ ვთვლი, რომ ისინი არ აქცევენ ყურადღებას ამ აქციებს. პირიქით, მე მგონი დღეც ამით ეწყებათ, რომ აბა წინა დღეს
რამდენი იყვნენ მომიტინგები და რამდენი დააპატიმრეს, ამით ეწყებათ მათ, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები აკეთებენ კომენტარებს ქართული ოცნების მხრიდან, ვინც საერთოდ კომპეტენტური არ უნდა იყოს ამ საკითხში და მათ კომპეტენციაში არ უნდა შედიოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ სწორედ იწყებენ როგორც ემიგრანტების თემით და ადამიანის უფლებების შეზღუდვით, ისე აქციებით, ყველა ამით არის დაკავებული, სხვა აღარაფერი ხდება ქვეყანაში და პროტესტი აი ეს არის, რომ მე თვითონაც გაოცებული ვარ, იმიტომ რომ მეც ხშირად დავდივარ ამ აქციებზე, რომ ვერ ჩააცხრეს ვერაფრით, ვერანაირმა რეპრესიებმა ვერ გადატეხა, იმიტომ რომ იცით რა არის, როცა მრავალი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას, ახალგაზრდული ენერგია და ახალგაზრდული პროტესტი, რომლის უკან მამათა თაობაც დგას თავისთავად, ვინც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაიარა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოლა, ძალიან ძნელია ასეთი ადამიანების შეჩერება. მათ ვერანაირი წნეხი ვერ შეაჩერებს, ვერანაირი დაპატიმრება და მე მინახიან ადამიანების უმეტესობა კი არა ყველა, უმრავლესობა, რომლებიც გაუთავისუფლებიათ იმ იზოლატორიდან და სახლის მაგივრად ისევ აქციაზე მოსულან და ისევ რუსთაველზე დგას ის ხალხი, ვინც მანამდე იყო დაპატიმრებული 15 დღე თუ უფრო მეტი დღე. ამიტომ როგორც ჯარიმები არ ჭრის ამ ადამიანებზე, არც დაპატიმრება არ გაჭრის, იმიტომ რომ აქ ეხება საკითხი საქართველოს ყოფნა არ ყოფნა, საით წავა საქართველო, როგორ იქნება საქართველო, როდესაც აბსოლუტურ იზოლაციაშია მოქცეული, ქართულმა ოცნებამ ფაქტიურად უარი თქვა და მათი სურვილიც არის, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ არის ეს ყველაფერი, რომ საერთოდ მოწყდეს ევროპას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და რაღაც ბელორუსის გზით და ირანის გზით ტერორითა და რეპრესიებით მართონ ქვეყანა და რაც შეიძლება დიდხან შეინარჩუნონ ძალაუფლება. მაგრამ აი რითაც დავიწყე, იმით დავასრულოთ ეს საკითხი, რომ რეპრესიებით არ შეჩერდება ეს აქციები და მე მაინც მჯერა, რომ ერთიანობით, ქართველი ხალხის პროტესტით და ასევე ჩვენი პარტნიორები, რომლებიც პარტნიორებს ესენი ეხლა აგენტებს ეძახიან უკვე თავიანთი კანონმდებლობით, ერთიანობით მსოფლიოს ცივილიზებულ ხალხთან ერთად დავასრულებთ აი ამ შემზარავ რეჟიმს. აი ძალიან საინტერესოა ტენდენცია ზოგადად, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ყველას ეძახიან ნაციონალური მოძრაობის რაღაც იდეების გამტარებას და ნაცმოძრაობას არქმევენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ პროტესტი აქვს და არ მოსწონს მაგალითად საარჩევნო კანონში შესატანია ეს დაგეგმილი ცვლილებები. ან ემიგრაციას რაც გაუკეთეს აი მარტივად ხო, უბრალოდ არ და მაშინვე მეტყვიან, რომ მე მაგალითად ნაციონალი ვარ და ასე შემდეგ და რაღაც ბუნებით ან ლატენტურად თუნდაც მათი იდეებს ვაჟღერებ და ასე შემდეგ. ხო, აი ეს კამპანია რამდენად მუშაობს და ხედავს თუ არა საზოგადოება დღეს რეალურად იმას, რომ ყველას ნაციონალური მოძრაობის ესე ვთქვათ ირგვლივ გაერთიანებას ვერ დააბრალებს, იმიტომ რომ არც იმდენი ამომრჩეველი ყავს ნაციონალურ მოძრაობას, რამდენსაც ხედავთ ჩვენ ქუჩაში გამოსულ ადამიანს და მით უმეტეს იმ ადამიანებს, რომელსაც მთელი ცხოვრება ნაციონალური მოძრაობის დროს შეუულებიათ იმის მტკიცებაში, როცა ის დამნაშავე რეჟიმი დანაშაულს ჩადიოდა და ადამიანებს აწამებდა, რა ვიცი, რას არ უშვებოდა და ამის გამო სწორედ მოვიდა თავის დროზე ქართული ოცნება ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ადამიანის უფლებები ირღვეოდა და მასიურად აწამებდნენ ადამიანებს ციხეებში თუ ასე შემდეგ და სწორედ ამიტომ მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში ერთ დროს და სწორედ აი ამ ადამიანებს, რომლებიც მაშინ იბრძოდნენ, ვთქვათ და ახლაც დგანან იმ აზრზე, რომ დღეს ახლანდელი ხელისუფლება რაღაცას ამეტებს, არასწორად აკეთებს, არასწორ გზაზე მიდის და რაღაც, ვთქვათ, თუნდაც ჯანსაღრჩევას აძლევს, ამ შემთხვევაში მაშინვე მიდის მისი გაშავება, მაშინვე მიდის მისი, არ ვიცი, გარიყვა, ნაციონალური მოძრაობის სახელის დარქმევა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ხედავს თუ არა საზოგადოება, იმიტომ რომ მე დღესაც სამწუხაროდ მესმის მაგალითად ადამიანების მხრიდან, რომლებიც რეკავენ და ამბობენ, რომ აი რა გინდათ, ეხა ხომ ხედავთ, დაიწყო ამ ხელისუფლებამ ბრძოლა და აი იჭერენ თუნდაც აი იმ პირებს, ვინც გაძარცვა სახელმწიფო და ბრძოლა მიდის და ხედავთ რეალურად ბრძოლას თავად კლანურ ბრძოლას და კლანურ დაპირისპირებას და არა მაგალითად რაღაც მართლა რო გამოძიება ჩაატარო ერთი დღეც კი არ გაუტარებია ადამიანებს ციხეში იმისთვის რასაც ედავებიან და რასაც ეუბნებიან. მილის მომგვრელი არის ის რომ ვინმე პარტიული ნიშნით დგას იქ ამაზე აღარც კი ღირს უკვე კომენტარის გაკეთება რომ 200,000 და 300,000 კაცი ქუჩაში იმის გამო გამოვიდა რომ ვინმე პარტიული ნიშნით უნდათ რომელიმე პარტიამ გაიმარჯოს იქა ეს არის აბსურდი ვისაც უნდა ამას
გაიგებს ძალიან კარგად. ვისაც არ უნდა სწორედ ის ეწევა აი ამ პროპაგანდას. ზოგი პრორუსული ორიენტაციის, ზოგი ამ ოცნების მომხრე, ზოგი საერთოდ დაქირავებული, ჩვენ ვიცით და სულ ხუმრობ, რომ იმ 100 ქარხნის მაგივრად, რომელიც დაპირებული იყო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება 100 ქარხნის მაგივრად ერთი ქარხანა ამუშავეს ტროლების ფაბრიკა. ამაზე დგანან აი ამათ სიბინძურებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში ყველას თავს უნდა დაესხნენ და ყველას უნდა ერთი და იგივე აკადრონ, რომ უი სად დგეხართ იქ იმათთან, რა ქვია, წინა რეჟიმის ჯალათებთან. ამ დროს ეს ასე რო არ არის, თვითონაც არიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამით გარკვეულ საფასურსაც იღებენ ესეთი პროპაგანდისტები, ეს შემთხვევითი არ არის და მე უკვე იმეორებენ უფრო დაბალი დონის ასე ვთქვათ, აგიტატორები, რომლებსაც დიდი ჭკვა არ მოეკითხებათ საერთოდ, ისე როგორც და ეს ძალიან ისე იმუშავა სლოგანმა აბა ომი გინდათ, აი ეს იყო ძალიან ისეთი ამას ფაქტიურად სახელისუფლო რუპორად ქცეულ ტელევიზიებიდან მოდის ეს ყველაფერი და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ვიღაცამ გულუბრყვილოდაც კი აყვეს აი ამ მოვლენას, ვინც თქვათ საკუთარი თვალით არ უნახია რა ხდება რუსთაველზე, მაგრამ უმეტესობა ვინც ამას აკეთებს, მე მგონია რომ ეს შეგნებულად აკეთებს, იმიტომ რომ მათი გზა მიდის ისევ ჩრდილოეთისკენ, კრემლისკენ და მათთვის მიუღებელი არის ცივილიზებულ სამყაროსთან იყოს საქართველო. რამდენიმე წუთი გვჩება და მე მინდა გაცემის ბოლოს ვისაუბროთ ასევე არაბული ინვესტიციების შესახებ, რომელიც ბუნებრივია ალბათ ისევე როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს თქვენს გაწუხებთ, თქვენს რაღაც თქვენი შეფასება გაგაჩნიათ ამ საკითხთან დაკავშირებით და საინტერესოა როგორ უყურებთ ამ ტიპის ინვესტიციას, იმიტომ რომ რაღაცნაირად ის ადამიანები, რომლებსაც კითხვები გვიჩნდება ამ ტიპის ინვესტიციასთან დაკავშირებით, ასევე ვართ პროპაგანდის მსხვერპლი და გვეუბნებიან რომ თქვენ ხართ განუვითარებლები, რომლებსაც მაგალითად ინვესტიცია, ეკონომიკური სარგებელი, ეკონომიკური ბრუნვა, განვითარება არ გინდათ და ამ ყველაფერს ებრძვით, რომ სახელმწიფო განვითარდეს, რაღაც უფრო მეტი დოვლათი მიიღოს, შექმნას და ასე შემდეგ. რა ტიპის ინვესტიციები სჭირდება საქართველოს, როგორი უნდა იყოს ზოგადად ინვესტიცია და არის თუ არა ეს ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაზე მორგებული სასიკეთო. ვინც ამას ამბობს და თქვენ საყვედურებთ, თვითონ თუ ერკვევიან საერთოდ რა ხდება და სრულად თუ არიან გაცნობილი აი იმ ხელშეკრულებას, რომელიც არ საჯაროვდება. აი ვინც ამას ლაპარაკობს, ზუსტად ეგენი არიან ეს პროპაგანდისტები, რომლებიც მატერიალური კეთილდღეობისათვის და თავიანთი კარიერისათვის მზად არიან, რომ საქართველოს ნებისმიერი ფასეულობა გასცენ და გაყიდონ. აი ეგ არის თავარი, მათი პრობლემა ეს არის და იცით რაშია საქმე? მე იმ ტყეპარკში არ ყოფილვარ სამწუხაროდ და ვაპირებ წასვლას აი მგრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე, მაგრამ ჯერ უნდა დავათვალიერე ის ფოტომასალა და ვიდეო მასალა, რომელიც ამ დღეებში გადაიღეს სტუდენტებმა. იქ უკვე პირველი აქცია ჩატარდა სტუდენტი ახალგაზრდობის, ასევე პარტია თავისუფლების მოედნის ახლად შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია არის და მე დავათვალიერე ეს არის ჯერ ერთი საქართველოს ტერიტორიულ ისეთ ნუსხაში შეტანილი, სადაც რეკრეაციული ზონაა და მისი ესე ხელშეუხებელი ტერიტორია არის. არ შეიძლება მას ესე ვიღაცა ინვესტორმა და თუნდაც ხელისუფლება ყოველგვარი კანონის დარღვევის გარეშე ესე დამცხარივით მოუჭრას და უთხრას წაიღე. ასე არ ხდება საქართველოს კანონმდებლობა იცავს ამას ყველაფერს. დაცულ ტერიტორიებზია, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზია ლაპარაკი და რო დავინახე, იცით რა სილამაზე არის იქა? იცით როგორი უნიკალური ხეტყი არის იქა, როგორი ბუნებრივი ისინია და ბაც არის, მდინარეც არის და ყველაფერი და შენ გინდა ეს გაანადგურო ეს ყველაფერი და გარდა ბუნებრივი თქვათ სილამაზისა, ისედაც როგორ შეიძლება ხელშეკრულება იდება, სადაც ბუნდოვნებით არის მოცული და კაციშვილი არ გეუბნება. ამბობს ყობახიძე, რომ თითქოს იცით არის ხელშეკრულების ისეთი ნაწილი, რომლებიც გასაიდუმლოებული, როგორ შეიძლება გასაიდუმლოებული რჩებოდეს, როცა საქართველოს ეხება ესა. წარმოუდგენელი, რას ქვია გასაიდუმლოებული ხდება, როგორ ასხვისებს საქართველოს მიწას და ამაზე გასაიდუმლოებული ხარ და პასუხისგებლობა არ გეკისრება? გონიოს კიდე უფრო რთული ტერიტორია მოგეხსენებათ აჭარა, როგორი რთული ტერიტორია არის საერთოდ გეოპოლიტიკურადაც და ყოველთვის როდესაც აი ესეთი ჩვენ სახეზე გვაქვს და ხელის გულზე გვიდევს სამაჩაბლოს და აფხაზეთის თემა, როდესაც აი ესე
შეუქმნით თავის დროზე მოსკოვმა შეუქმნა ჯერ ავტონომიური რესპუბლიკები ამ ადამიანებს, მერე წაახალისეს და თვალი დახუჭეს სეპარატიზმზე, გაუხსენით თეატრი, გაუხსენით უნივერსიტეტი და ბოლოს, როდესაც ეს კონფლიქტამდე მივიდა, ხელოვნურ კონფლიქტამდე, რა თქმა უნდა, ამ დროს ყოველთვის ამ შენელებულ ნაღმს ამოქმედებს კრემლი და გამშველებლად ბრჭყალებში ყოველთვის ჩვენ გვევლინება მერე რუსეთის იმპერია. ამიტომაც ესეც ეს გონიო საკითხიც მე ძალიან საშიშ საკითხად მივიჩნევ ისე როგორც კწანისის ამ ტყის გაყიდვას როგორ შეიძლება და ბოლოს ვიტყოდი რომ ჩვენ ცოტა დრო დაგვჭა გონი რომ ნებისმიერ კანონმდებლობის გარეშეც და ყველაფრის გარეშეც საქართველო არ იყიდება აი ამას ვეტყვი ამათ კი ბატონო და იმედია რომ ეს მივაღწევთ ამას და შევძლებთ რომ ნამდვილად რაღაცნაირად შევაჩეროთ ეს არაპული ტიპის ორი დიდი ქალაქის მშენებლობა თქვენც ბრძანეთ რომ საინიციატივო ჯგუფები პოლიტიკური პარტიები იქნება თუ რაღაცა გაერთიანებები ახალგაზრდების აქციებს ატარებენ გეგმავენ და ასე შემდეგ მე კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ 30 ნოემბერს კვირას დღის 20 საათზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსი იქნება ინიციატორი თუმცა ეს იქნება ზეპარტიული შეკრება საზოგადოების რუსთაველის ძეგლთან გაიმართება აქცია, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია და რომლის პათოსიც იქნება ის, რომ არა ვუთხრათ არაბული დიდი ქალაქების მშენებლობა საქართველოში. მაყურებელსა და რადიომსმენელს შეგახსენებთ, ჟურნალისტი ირაკლი შონი აქვს სტუმრობდა გადაცემაში, არ გადაერთოთ, რამდენიმე წუთში გადაცემის მეორე ნაწილით შემოგერთდებით პირდაპირ ეთერში.